სინდისის პატიმრები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სააპელაციო სასამართლომ დამნაშავეცნო, თუმცა სასჯელის ვადა დღევანდელ დღემდე შეუმცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე გაათავისუფლა. ამით მოსამართლე შორენა გუნცაძემ ცვლილება შეიტანა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ელენე გოგუაძის გადაწყვეტილებაში, რომელმაც თოშხუასა და შერვაშიძეს თითოწლიანი პატიმრობა 1 აპრილს მიუსაჯა. პროევროპული აქციების ამ ორი მონაწილის ბრალი იყო ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა. საქმე ეხებოდა ქართული ოცნების აცგარდაცვლილი მომხრე ბექა გოცირიძის მიერ, როგორც ადვოკატები ამბობენ, პროვოცირებულ დაპირისპირებას, რომლის დროსაც, როგორც პროკურატურა თავის მხრივ ამბობს, თოშხუამ და შერვაშიძემ გოცირიძეს სცემეს. ჩვენ ახლა ჩავთავთ ნატალი ჯახუტაშვილს, რომელმაც ამის შესახებ მეტი დეტალი იცის. მინდია შერვაშიძემ სულ ცოტა ხნის წინ დატოვა გლდანის ციხე 10 თვიანი პატიმრობის შემდეგ. ის უკვე თავისუფალია, მას აქ დახვდნენ მისი მეგობრები, ახლობლები, მხარდამჭერები და როგორც გაირკვა, აქედანვე მინდია შერვაშიძე გაემართება პარლამენტისკენ. ის დღეს მიიღებს რუსთაველის გამზირზე აქციაში მონაწილეობას და მან პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან, შეგიძლიათ მოусმინოთ. ტელევიზიით გაიგე? არა, ტელევიზიით არ გამიგე. ბადრაკ ზაუძახე რა დამარეკინეთ საქმე მაქვს მეთქი და ბადრაკმა კარები ღიაო და დარეკე გარედან რამდენიც გინდა. აი, პირველი ემოციები მინდია. ძალიან კარგია, ყველანი მიყვარხართ და დანარჩენი იქნება ცოტა ხანში ყველაფერი რიგზე, როგორც გინდოდა. აი, ხონდათ მოლოდინი რომ გამოგიშვები. და მუდამ ვიქნები მამხაციათზე. ასევე თავისუფალია აქციის კიდევ ერთი მონაწილე თორნიკე თოშხუა. ის დღეს პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან ინტერვიუ მისცა პუბლიკას და განაცხადა მკაფიოდ, რომ ის ბრძოლას არ შეწყვეტს, პროტესტს გააგრძელებს ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ასევე აქციებში ჩაერთვება. გარდა ამისა, თორნიკე თოშხუა მხარდაჭერას უცხადებს ყველა პოლიტპატიმარს და უსურვებს მათ მალე თავისუფლებაზე ყოფნას. განაჩენი დარჩა ძალაში, უფრო შეამსუბუქა მოსამართლემ მოხსნა დაანძინებელი გარემოებები და გამოვიდა ისე, რომ ყოფილა ჩამოთვალა სასჯელი 10 თვე ნახევარი. ფაქტიურად დიდი არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის ნამდვილად არ ქონდა. კიდევ თვენახევარში გამოვიდოდი თუ დღეს დავტოვებდი სასჯელს აღსრულებლის დაწესებულებას და ახლა როცა მილოცავენ რაღაცა თავისუფლებაზე გამოსვლას, სიმართლე გითხრა, რაღაც მოლოცვასაც რაღაც ესე საზეიმო ფორმით ვერ ვიღებ, იმიტომ რომ გამომართლებელი განაჩენი უკვე ახმადი იქნებოდა, რომ მართლაც ამ ჩემმა ბრძოლამ ბოლომდე შედეგი გამოიღო და გამომართი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში და ესე გამომთქმულებელი განაჩენით გამოსვლა რაღაცა არ მიმსუბუქებს იმ ემოციურ ფონს, რაც ამ დაჭერის დროს უსამართლობამ ჩემში დაბადა. თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს პირველმა ინსტანციამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მათ მისჯილი ჰქონდა თითო წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მათ ეს სასჯელი შეუმცირა და ორივე მათგანი უკვე თავისუფალია.